დათუნა ალადაშვილი იმყოფებოდა ქარვასლაში 26 ოქტომბერს, სადაც გაიმართა ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის სხვადასხვა თაობის მოსწავლეების კონცერტი. ეს არის მართლა ადგილი, რომელიც 100 წელია უკვე არსებობს. ეს არის ადგილი, საიდანაც გამოვიდნენ უდიდესი ქართველები, უდიდესი მუსიკოსები, ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს გააგებინეს, რომ საქართველო არსებობს თავისი ნიჭიერებით. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. დღესაც მთელ მსოფლიოში არის უამრავი მუსიკოსი, ვოკალისტი, პიანისტი, სხვადასხვა ჟანრის და ინსტრუმენტის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსი, რომელიც 10 წლედმა გამოუშვა და მოაბნია მთელ მსოფლიოს. ეს ის მიღწევები, რაც მას აქვს და არაერთი ჩამონათვალი შეიძლება გაკეთდეს. ლიზა ბათიაშვილი, ლექსო თორაძე და საშკა კორსანტია დაწყებული, დამთავრებული. მამა ჩემიც იქ სწავლობდა. მამა შენიც და მე და შენც იქ სწავლობდით და ეხლა ამ ჩამონათვალში კი ძალიან უხერხულია ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩამოთვლა, მაგრამ ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ აგიხსნათ სად ვსწავლობდით, რა იყო ჩვენთვის სკოლა. ჩვენთვის სკოლა იყო დიდი ბედნიერება. თითოეული 10 წლედელისთვის ავად გახთომა, ან სადღაც წასვლა, ან სკოლის გაცდენა, ეს იყო ტრაგედია. დამერწმუნეთ, ეს მართლა ასე იყო. ეს იყო დღესასწაული, პატარა კლასები იყო, ცოტანი ვიყავით, რადგანაც სპეციალური მუსიკალური სკოლა იყო, მაგრამ დაწყებული დირექტორიდან, ჩემ დროს გივი ხატიაშვილი იყო შესანიშნავი მუსიკოსი, თითო პირველი ეროვნული კვარტეტის მუსიკოსი, რომელიც საოცარ განწყობას ქმნიდა თვითონ. ყველა პედაგოგი, ყველა ბავშვი, ყველაფერი ის რაც ხდებოდა, იყო აუცილებელი იმისათვის, რომ ბავშვი არა მხოლოდ მუსიკოსი გამოსულიყო, არამედ ცოდნოდა მეგობრობა, ცოდნოდა გატანა, ცოდნოდა რაღაც კულტურულად მოქცევა სამყაროსადმი, მიუხედავად იმისა, რომ გაგანია კომუნიზმის დროს ვისწავლე და მე აი დამიჯერეთ, რომ ის რაც ეხლა 100 ქშურს 1900-იანი წლების მაქსიმალურად ცდილობდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომ აი ეს სიტუაცია შეექმნათ, სადაც ადამიანი უნდა იყოს კეთილშობილი, კულტურული, აღზრდილი. ის შენობა, რომელიც დაინგრა, სადაც მე ვისწავლე, დღესაც, როდესაც ათარბეგოვის ქუჩაზე, ეხლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, დღემდე მარცხნივ გახედო არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემთვის დღესაც ტრაგედიაა, რომ ის შენობა იქ აღარ დგას. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისევე როგორც 100 წელია უკვე კიდე ძალიან ბევრი ასწლეულები გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის წარუშელ კვალს დატოვებენ. მასაზე დათუნა ალადაშვილი და ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის მოსწავლეების საანგარიშო კონცერტი. საუკუნეა თითქმის, რაც არაჩვეულებრივი პედაგოგები, არაჩვეულებრივ აღსაზრდელებს უშვებენ და მართლაც ისინი იპყრობენ მსოფლიოს ყველა წამყვან საკონცერტო დარბაზს. არ მინდა ვინმე გამომჩეს, მაგრამ თქვენ კარგად იცით ეს სახელები: ანასტასია ვირსალაძე, ანა თულაშვილი, ვანდა და ლეო შიუკაშვილები, რუარსა ბიაშვილი და ეს სია გრძელდება და დღემდე ოქროს ასოებით შედის ახალ და მომავალ ისტორიაში. უღრმესი მადლობა უნდა ვუთხრათ ნიჭიერთა ათწლედის სახელით მასპინძლებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ქარვასლას კომპლექსს, ალბათ ლიკა მამაზაშვილს და ბატონ მიხეილ კობიაშვილს, იმისათვის რომ შეძლეს და დაგვითმეს ეს სივრცე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ათწლედი უმასპინძლებს საკუთარ შენობაში, საკუთარ არაჩვეულებრივ დარბაზში, რა თქმა უნდა, აღსაზრდელებს, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულებს და რა თქმა უნდა, ყველა იმ მსურველს, რომელსაც სურს მოისმინოს ნამდვილი ხარისხიანი კლასიკური და არა მხოლოდ მუსიკა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია ისწავლება, იქმნება და შემდეგ მთელს მსოფლიოს წამყვან სცენებს იპყრობს, რომელიც მართლაც რომ ნიჭიერთა ათწლედის კედლებიდან იდგამს ფეხს.
ბატონო ნოდარ, მიხარია რომ დღეს რაღაც ახალი ტრადიცია შეიძლება ითქვას ინერგება და კურსდამთავრებულები და ახალი ვარსკვლავები ერთად აღნიშნავთ 10 წლედობას შეიძლება ითქვას. თავდაპირველად ძალიან კარგია. ესეც უნდა იყოს რა ჩვენ ძველი თაობა მიდის, ახალი უნდა მოვიდეს და განაგრძო, იმიტომ რომ მუსიკა ისეთი რაღაცაა, რომ იბადებიან ბევრი არაჩვეულებრივი ვუნდერკინდები და ეს არის რომ ასახელებს ჩვენ ქვეყანას. სხვა ამითა ვართ ჩვენ დიდარი და ცნობილები. მე მიხარია რომ დღეს აწლედელები გვერდში ამომიდგნენ და ერთად ვზეიმობთ აი ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს. ნუ ყველა მიცის რომ ამ დროს ძალიან მძიმე პერიოდია და ძნელია ამ კონცერტების გაკეთება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. იგივე გიორგი ცაგარელი, კორძი, ბავშვები, ბენიერები არიან, რომ თქვენთან ერთად, თქვენ ხო ვარსკვლავებად ითვლებით, თქვენთან ერთად კონცერტს აძლევთ. ისე რომ დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ რა. თქვენ გიხდით თქვენ დიდ მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში ჩვენში ჩადეთ. ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში და ვამაყობ ამით. ვამაყობ მე თვითონაც რამდენი ხანი აწლედელი ვარ და ძალიან მიყვარს. თავისი აწლედი გვაქვს, ყველას ჩვენი რაღაც მოგონება გვაკავშირებს და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში, არა მხოლოდ როგორც ბიოგრაფიაში, არამედ ემოციურადაც. შენთვის როგორია აწლედის პერიოდი? იცი რა არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფერადი და მიუხედავად იმისა, რომ აი მახსოვს რომ დედაჩემს რომ ავყავდი ამ აღმარზე ჭავჭავაძის X როლის ხმა იყო და ნუ ხანდახან მოყინული იყო და რაღაც ბევრი სირთულე იყო, მოგეთ იმისათვის რომ მიგეღწია, ბევრი სირთულე უნდა გადაგილახა რომ მიგეღწია რაღაც საკლასო ოთახამდე თუ რაღაცა და გაყინულები ვისყედი და მაგრამ ამის მიუხედავად ყველა მაინც არ ვიცი როგორც ყველას ესე რაღაც სხვანაირად განსაკუთრებულა და ფერადად მახსენდება. აწლედი რატომღაც 1-2 დამესიზმრა კიდევაც ეს შენობა, რომელიც უკვე სამწუხაროდ აღარ არსებობს. რაღაცნაირად ესეთი აურა იყო, მასწავლებლები, ყველაფერი რაღაც ჯადოსნურ, რაღაც ესეთ ჯადოსნური სამყაროს, ზღაპრული სამყაროს ნაწილი მგონია, რომელიც თითქოს დამესიზმრა. აი ყველაფერი თითქოს დამესიზმრა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და აწლეს ექნება ძალიან კარგი შენობა, დარბაზი, კლასები, ინსტრუმენტები და რასთავილად ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მივლენ სკოლაში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩააბარებენ შემდეგ გააგზელებენ ამ ყველაფერს, რასაც ამდენი წელია, უკვე თითქმის ამდენი წელია. ერთი საუკუნე არის ეს სკოლა აკეთებს. გაცოცხლდა აწლედის ძველი დიდება და ძველი და ახალი თაობა გავერთიანდეთ იმისათვის რომ პატივი მივაგოთ ამ მართლაც უნიკალურ ძეგლს მუსიკალურ სამჭედლოს. რა არის შენთვის აწლედი? აი ზუსტად ეს აწლედი არის პირველ რიგში მუსიკალური სამჭედლო და მუსიკალური სახლი. ანუ ყოველთვის წერდი ხოლმე და ბავშვებსაც ეს მქონდა რელიკვიად ჩემს აი მაშინდელ კლასელებს ვინც ერთი გამოშვება ვართ რომ ნიჭერთა აწლედი იყო ჩვენი მეორე სახლი, მუსიკალური სახლი და აი სადაც ერთად ვიკრიბებოდით, საუბრობდით მუსიკაზე, კომპოზიტორებზე, ვსიამოვნებდა ეს ყველაფერი, რაღაც წარმოდგენებს გამდით, კონცერტებზე უკრავდით და იმდენად თბილი ატმოსფერო იყო, რომ გარდა აი მუსიკისა, ასევე ურთიერთობებსაც ვსწავლობდით. პრინციპში ალბათ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა პირობებში, რა ინსტრუმენტებზე, რა მისამართზე უწევთ მუშაობა. თუმცა ისინი მართლაც გმირები არიან, მართლაც წარმოუდგენელ რამეს აღწევენ და ფაქტის ახეზეა. კი ვამბობთ რომ პროცესია ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ შედეგით ნამდვილად მტკიცდება აწლედის წარმატება და 2020 წელს ძალიან მიხარია რომ უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოგვენიჭა. ესეც ერთგვარი დასტურია იმისა, რომ აწლედი არის განსაკუთრებული ორგანიზმი, განსაკუთრებული სამყარო და ის მართლაც იმსახურებს, რომ ფეიერვერკებით ვისროლოს, ასე რომ აპლოდისმენტები აწლეს და აწლედელებს და აწლედის თითოეულ პედაგოგს. მაშ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები, ახლა კი როგორც დაგპირდით, ვისაუბრებთ